აღადგენთ თუ არა ურთიერთობას, მოდით ეს თემა განვიხილოთ. ვისაც რაღაცა პაუზა ან პრობლემები გაქვთ ურთიერთობაში. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. შეგიძლიათ თუ არა ეს თემა ვნახოთ, ვინც დაშორების პერიოდში გახართ. მაშ ასე. ნებისმიერი ურთიერთობა ადამიანებს შორის იწვევს, რა თქმა უნდა, დისტრესს. ურთიერთობა, რომელიც მოიცავს მანიპულირების, კონტროლის, კრიტიკის, უპატივცემულობის ქცევით მოდელებს, თავისთავად ხშირად შედის ხოლმე სტაგნაციაში, რაც ანადგურებს ორივე მხარის თვითშეფასებასა და კეთილდღეობას. გამონაკლისი არც თქვენ არ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ განიცდით აღმავლობას, შემდეგ ვარდნას, მაინც დიდი მიზიდულობა არის თქვენს შორის. ურთიერთობა რეალურად დამღლელი და უსიამოვნოა უყურადღებობით გაჯერებული. თუმცა ისევ მეორდები. არც ერთი მხარე ჩახსნას არ აკეთებთ. უпроსტად ვერ ეხსნებით ერთმანეთს. ამიტომ ჯილდო თუ სასჯელი თქვენი ურთიერთობა ციკლურად მაინც მოძრაობს. რას ნიშნავს ახლა ეს? თვეობით არ წერთ, არ ურეკავთ, არ ხართ კომუნიკაციაში ერთმანეთთან, მაგრამ ხართ სიზმრებში, ჩაჟინებაში, აკვიატებაში. მასთან ისევე როგორც ის თქვენთან. აქ უკვე ფიქრობთ, გავიდა მაგალითისთვის 8 თვე, არ ჩანს. არ მწერს, არ მირეკავს. ესე იგი, წავიდა, მორჩა, დასრულდა. მაგრამ ნუ რას უკაცრავად? უცებ მერე დავამატო და განმარტავ. უცებ მერე ისევ ჩნდება, რა თქმა უნდა, გადმობრალებით, კრიტიკით და ასე შემდეგ, მაგრამ შანსები ყოველთვის მაინც ეძლევა თქვენგან. ამის შემდეგადაც ასე იქნება. როგორ აღადგენთ ისევ ურთიერთობას, თუმცა შეცვლით არაფერი არ შეიცვლება, იგივე წრეზე წახვალთ. ისევე როგორც აქამდე მოხვედით. არ იფიქროთ, რომ ვინმე შეიცვლება, ადამიანები არ ვიცვლებით, მხოლოდ ვიზრდებით, ვძენდებით, გვეცვლება დამოკიდებულებები, მაგრამ არა ხასიათი. ასე რომ მოცემულობას ან იღებთ, ან არ იღებთ. ან იღებთ ამ ადამიანს ისეთი, როგორიც არის, ან არ იღებთ. ასე რომ კი შერიგდებით, მაგრამ ფონი იგივე დარჩება. შეიძლება გქონდეთ კიდეც ამ ურთიერთობით სოციალური იზოლაციის განცდა, ძილის ხარისხის გაუარესება, კვებითი ჩვევების შეცვლა და ასე შემდეგ. ცვლის ხოლმე ასეთი ტიპის ურთიერთობები ყველაფერს ჩვენში, მაგრამ კითხვა არის დასმული, შერიგდებით თუ არა კი? შერიგებას არაფერი არ უდგას წინ. გარდა იგივე წრეზე წასვლისა. ამ ურთიერთობას აქვს გავლენა თქვენზე, რომელიც ისევ და ისევ გადაგიყვანთ სხვა ციკლში იგივე ფონით. ეს არის და ეს. თორემ ურთიერთობის აღდგენა ეს არის როგორც 2x2 4, იმიტომ რომ ამ ურთიერთობაზე ორივე მხარე ხართ მიწებებულნი. ერთმანეთთან კავშირი თუ კავშირის გარეშე მაინც ძალიან ძლიერი არის აქ ჯაჭვი, რომლითაც ხართ გადაბმულები ერთმანეთთან. ინგრევით, მაგრამ მერე ისევ ეწყობით, კი? წარმატებები, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 1673 53 ან Viber-ზე მომწერეთ, რომ არ მოხდეთ სხვის ყალბ აკაუნთებზე, რომელსაც ჩემი სახელით წერენ, ცუდად იყენებენ.